ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ მეგობრებო. ოცნებამ გამოაცხადა, რომ მიგრაციის კანონს ვამკაცრებთო. უცხოელებზე $100,000 თუ ღირდა ბინადრობის უფლებაო, $150,000-მდე გავზრდითო. ოცნების გამправებლებს ჟღიამული აქვთ ატეხილი. არიქა ხელისუფლებამ საქართველოს შეყვარება დაიწყო. მეგობრებო, ამდენი ხანი $100,000 თუ ყიდიდნენ ქვეყანას, ქვეყნის გაყიდვის თანხა აწიეს, ჩემო ძვირფასო ქართველებო. ინფლაცია და რამეო და ჩვენ ცოტა წილი გვხვდებაო, მეტი გვინდაო. თან პარალელურად სამშენებლო ბიზნესაც არ დაარტყეს. პირიქით. რაც უფრო გაძვირდება ბინები, ფასი თუ აიწევა, ბინების ფასიც გაიზრდება. და სამშენებლო ბიზნესიც უფრო დიდ მოგებაზე გავა. ასე რომ მეგობრებო, ოცნების გამправებლებს ჟღიამული რატო აქვთ გასაგებია. ფული, ბაბაია, ფული. ზოგი იტყვის სასწრებლად არიან ჩამოსულებიო. ზოგი იტყვის ამახსობაში არაფერი არ ხდებაო და რაღაც მსგავსი ტექსტები და. ბიჭო შენ ფულსაც რო არავინ გაძლევს. ამ ქვეყნის გაყიდვა. რომლის შედეგადაც შენი შვილ და მომავალს ეს შემოსული მიგრანტები უბრალოდ ამოწყვეტენ, ამოხოცავენ. ეს ფაქტი რატო გახარებს? მერთო მიმადლე ქართულ ხალხს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი. ღმერთო შეაყვარე საქართველო ყოველ ქართველს.